სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს ცხადია სრული უფლება აქვთ, რომ გამაკრიტიკონ კონკრეტულად მე, ან გააკრიტიკონ კრიტიკული არა ოპოზიციური ხაზსუსვა, იმიტომ რომ ეს არასწორი ტერმინი არავით, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია. შესაბამისად, მეც მაქვს გავაკრიტიკო უფლება, გავაკრიტიკო სამთავრობო მედია და მე უკვე მაყურებელმა, მსმენელმა, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი კრიტიკა არის უფრო არგუმენტირებული, უფრო საფუძვლიანი, უფრო სწორი. ხო და ჩემო კარგებო, მე მესმის რომ ხელისუფლების წნეხია, მესმის რომ ხელისუფლების მარწუხებია, მესმის ამგვარი ხმების მსმენია რომ პრაქტიკულად სახელისუფლო კულუარებში იწერება ეგრეთ წოდებული ვიორსტკა საკადრო ტექსტები, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა სიუჟეტის თუ ტექსტები არა, აქცენტები მაინც მესმის, ყველაფერი მესმის. ისიც მესმის რომ რა გინდა რა, ჩემი აზრით არც თუ სანდო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ რაღაცა რეიტინგების მიხედვით თქვენს არხს კონკრეტულად იმედს გულისხმობ ამ შემთხვევაში აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი იმ არსებულ არხებს შორის, რომლებიც ახლა მაუწყებლობენ ქვეყნის მასშტაბით. მესმის და შესაძლოა თქვენ გრჩებათ შთაბეჭდილება ამის გამო, რომ აი რასაც თქვენ ამბობთ და როგორც თქვენ ამბობთ, ეს ყველაფერი სწორია და მაყურებელს მოსწონს, მაგრამ გარწმუნებთ რომ ასე თლად ასე არ არის საქმე. ეხლა რატო შევაჩერე ყურადღება, ჩემი დღევანდელი ყურადღება სწორედ სამთავრობო არხებზე გეტყვით ორ სიტყვას. გუშინ იცით თქვენ რომ საოცარი ამბავი მოხდა ვატიკანში. გარდა იმისა რომ იყო პაპის გასვენება, იცით რომ აი სკანდალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც სახლში ოვალურ კაბინეტში გაიმართა, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი. იცით თქვენ ძალიან საინტერესო დეტალებია იქ, მაგალითად თუ მიაქციეთ ყურადღება მაყურებელს მიმართა ამ შემთხვევაში, როდესაც მაკრონი უახლოვდება, მაკრონი ხელს არ ჩამოართმევს სულაც ტრამპს. ეს ერთგვარი პოლიტიკური ჟესტია, body language ჟესტია, ესე ვიტყვი, რითაც მაკრონმა ერთგვარად მიანიშნა ტრამპსაც და დაკვირვებულ მაყურებელსაც, რომ ტრამპის პოლიტიკას, ტრამპის მიდგომებს უკრაინასთან მიმართებაში არ ეთანხმება. ეს ის წამებია, როცა ტრამპი და ზელენსკი უკვე ელაპარაკობენ. მერე ტრამპი ცოტა დაბნეული არა, სწორი სიტყვა, მოკლედ ტრამპი იქით ეპატიჟება, იქით იწვევს აი ამ დუეტის შეხვედრაზე და ხდება ეს შეხვედრა უკვე ტრიოდ გარდაიქმნება და მერე უკვე სტარმერიც უერთდება ამ სახელდახელო შეხვედრას და უკვე შემდგომ განმარტოდებიან ტრამპი და ზელენსკი კიდევ ერთხელ. და მერე მაკრონი და ზელენსკი და მერე სტარმერი და ზელენსკი და ასე შემდეგ. ხარა მე ამათზე კი არ ვლაპარაკობ, ეხლა ეს ნიუანსებია, რომლებიც ძალიან საინტერესოა. მოკლედ ვუყურებ ამ სამთავრობო არხებს, ბევრი ადევნებს ამგვარ არხებს ყურადღებას და თვალყურს და ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ მე ჩემსაც ვიტყვი. ვუყურებ და ეგრეთ წოდებულ ვიორსტკაში ეს ამბავი არის ჩატანილი რაღაც უხეშად მე-12 სიუჟეტად თუ მე-12 ამბად. პირველი არის ყაველაშვილის ჩასვლა, ვითომ რამე გააკეთა ამ ყაველაშვილმა. ვითომ რომელიმე ლიდერს შეხვდა მეხუთეხარისხოვანი ქვეყნის. ლიდერს შეხვდა და ესაუბრა საქართველოს სვეტსა და ბედზე, საქართველოს მდგომარეობაზე, საქართველოს ოკუპაციაზე, საქართველოს ეკონომიკაზე. ესაუბრა გლობალურ საკითხებზე, ესაუბრა გამოწვევებზე. არა, დასაკვირველი ეს ყაველაშვილს არ გაუკეთებია. მოკლედ პირველი ამბავი არის ეს, მეორე ამბავი არის ლევან დავითაშვილის სტუმრობა შეერთებულ შტატებში. მესამე ამბავი არის კიდე რაღაცა, მეოთხე ამბავი არის რაგბის ფედერაციაში თუ კავშირში თუ მეხუთე ამბავი მიმდინარე პროცესები რაღაც და სადღაც მე-9 თუ მე-12 ამბავი არის, ისიც აი ესე გაკორით არის, საერთოდ არ არის ნათქვამი იმ ამბავში ხსენებული ტრამპი ზელენსკის. იქ არის ლაპარაკი რომ უბრალოდ შეხვდნენ, ამას კი ამბობენ ბოდიშ ვიხდი, მაგრამ მე არის კომენტარი რომ ის რა მშვიდობა, რაღაც დამყარდება და ასე შემდეგ. არა და იქ უკრაინაში და უკრაინის გარშემო რაც ხდება, არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ჩემო ძვირფასო კოლეგებად წოდებულება, მათ შორის თქვენი, ანუ ჩვენი საერთო ქვეყნისათვის. და კვლავ ვიმეორებ, მე მესმის რომ გირეკავენ სამთავრობო კულუარებიდან ვიორსტკას ტექსტს, საკადრო ტექსტს, სიუჟეტის აქცენტებს, უმრავლეს შემთხვევაში ისინი ადგენენ, ისინი ქმნიან, ისინი გაწვდიან და თქვენ ერთგვარი ვალდებულება გაქვთ, მაგრამ პროფესიას ერთგვარად მაინც
ღალატობთ, არა მხოლოდ იმით, რომ მე 12 ამბადა გაქვთ გადასროლილი ესოდენ მნიშვნელოვანი ამბავი, არამედ იმითაც, რომ აქცენტები, რომლებსაც აკეთებთ უმრავლეს შემთხვევაში კი არა პრაქტიკულად ყოველთვის ამგვარი მნიშვნელოვანი თემების ან საერთოდ მნიშვნელოვანი თემების გაშუქებისას აქცენტები არის ოდნავ გადახრილი კი არა, გადახრილი აქცენტები ყველას აქვს. სუბიექტურები ვართ ჩვენ, ადამიანები ვართ, სუბიექტური არსებები. თქვენი გადახრილიც არ არის, თქვენი არის ჩამპალი, ბოდიშ ვიხდი, ცხადია, ჩამპალია სახელმწიფო ტვინ გამორიცხილობაში. ძალიან დიდი ბოდიში ამას რომ გაკადრებთ. და მე აბსოლუტურად მესმის ისიც რომ ძალიან კარგია, როცა საბარათე ანგარიშზე ჩდება ესე ვიტყვი, n რაოდენობით, ან დიდი რაოდენობით, ან გარკვეული რაოდენობით თანხა ყოველი თვის დასაწყისში თუ ყოველი თვის ბოლოს წინათვის ხელფასი. მე მესმის რომ თქვენ გაქვთ განუსაზღვრელი შესაძლებლობები. ხო, ტექნიკა გაქვთ საუკეთესო და ასე შემდეგ. მაგრამ პროფესიას ღალატობთ და გარდა იმისა, რომ პროფესიას ღალატობთ და შეიძლება არც გაინტერესებთ, რომ ხვალ გააკეთოთ რაღაც არ ვიცი პატარა ჯიხური ბუდკა, ხო? და იმ ფულით რომ ვინთაც გერიცხებათ ახლა სამთავრობო არხებზე ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გააკეთებთ რამე ბიზნესს და წახვალთ, მაგრამ საკუთარ თავსაც ღირსებას ღალატობთ, ეს მინდა ვთქვა. მესმის კარგია ფული, მესმის კარგია კრედიტის აღება და კრედიტის მომსახურება და გასტუმრება, ბევრს ეს არ შეუულია. იმ მათგან ვინც რუსთაველზე ან არ ვიცი კრიტიკულად არის განწყობილი, სულ უფრო ნაკლებს შეუძლია აქვს შესაძლებლობა რომ მიიღოს ბევრი და ბევრი 1000 ლარი და გაშალოს ფრთები ისე როგორც შლით გარკვეულ შემთხვევებში თქვენ, რაც გინდათ ის გენით მეთქი რა უფლება მაქვს ეხა როგორ უნდა შემო, მაგრამ საკუთარ თავს, იმიტომ რომ აიყურეთ ეს ხო ამბავი ხო ისით არ ვიცი ისით სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. აი ამ ყოველსა მოსახვეჭელსაში არის მათ შორის გადავაკეთოთ თუ გნებავთ ხო სჯობს სახელისა მოხვეჭა დიდ ფულსა ც მოსახვეჭელსა. ამის თქმა მინდოდა. ეხლა კიდე განვაგრძობ, არა მარტო ამის თქმა მინდოდა, სხვა რამის თქმაც მინდოდა, ჩემო კარგებო, ბოდის ვიხდი. და კერძოდ რა, ის თქმა მინდოდა. ანალიტიკური სიუჟეტები არის გარდაულად აუცილებელი, ხო? ანალიტიკური სიუჟეტს როცა აკეთებ, როცა ანუ ახალ ამბავზე კი არ არის მაინც დაფუძნებული, არამედ ახალი ამბავი შეიძლება არის ერთგვარი საფუძველი, მაგრამ მე გარკვეულ ინტერპრეტაციას აძლევ. ანუ შენს აქცენტებს აკეთებ, შენს מחვილებს ვავ, შენს ან უშუალოდ შენს ან მთლიანად რედაქციის პოლიტიკას ახმიანებ, ხო? და შენს მიდგომებს აჩვენებ. ხო? როგორც ასაკურველი წყაროებზე დაყრდნობით, ეხა ესე არ არის, უბრალოდ მე მომინდა და რაღაცა ვთქვი. ხო? აი მაგალითად ანალიტიკური სიუჟეტი არის ამგვარი, შეიძლება იყოს ამგვარი. პესკოვი როა იცით, ხო? ის ამბობს, რომ რუსეთი მზადა უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლოს. როცა ამას კითხულობთ, ავხსნი. როცა ამას კითხულობთ, თქვენ ეს განცხადება დიმიტრი პესკოვისა, დიმიტრი ქვია, ხო? კი. დიმიტრი პესკოვისა ესე აპრიორი შეუტანელ ფაქტად კი არ უნდა მიიღოთ, არამედ უნდა გაანალიზოთ და სხვებსაც კითხოთ, რომლებიც შესაძლოა სიუჟეტში არც გამოჩნდნენ, რამდენად მართა გულწრფელია პესკოვი ან მისი სახით რუსეთის ხელისუფლება და კარგი იქნება თუ მის სიტყვას დიმიტრი ოკუპანტი პესკოვისა გააბათილებს რომელიმე ექსპერტი, რომელიც იტყვის, რომ ესენი კი ამბობენ ამას, მაგრამ აი რეალურად მოხდა ეს და ისიც რომ ყოველდღიურად საშინელებები ხდება. ხო, საშინელებები რო ხდება უკრაინაში, ხო, ადამიანები რო იღუპებიან, ხო, ეს კი უნდა იცოდეთ და ამას ადევნებთ ყოველდღიურად თვალყურს. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ აი გუშინდელ სიუჟეტებს როცა მივაქციე ყურადღება, რომლებიც კი ეხებოდა უკრაინას სამთავრობო არხებზე, ყველგან ნახეთ როგორი სიტყვა ვიხმარო, გამოსჭვივის ამგვარი რამ რო თქვენ თითქოს, აი უშუალოდ თქვენ არა მარტო არხი ხელისუფლება, კობახიძე, ივანი კავიგერო ისინი თქვენ ზურგს უკან არიან, მაგრამ რაღაცა ვიღაც დამფუძნებელი ვიღაცები, ხო? გამოსჭვივის თქვენგანაც, იმიტომ თქვენ წარმოთქვავთ, ხო, ვერბალურად თქვენ გვაცნობთ ინფორმაციას, ხო? რომ თქვენც კი ხართ რუსეთისკენ. აი პოლიტიკურ კონიუნქტურას ისე დაექვემდებარეთ, რომ ერთ და იგივე წინადადება რო წარმოვთქვათ მე და თქვენ. უკრაინაში იღუპება
რაღაც ამდენი მოქალაქე ყოველდღიურად მაგალითად ხო რაღაც საშინელება ტრიალებს ააფეთქეს რაღაც კრივოი როგში იყო ამგვარი და ამგვარი ააფეთქება თქვენ ამ წინადადებას წარმოთქვავთ ისე რომ ჩანს რომ აი რა საშინელებას შვება ეს ზელენსკი ნახეთ კიდევ ერთხელ ააფეთქეს უკრაინაში საცხოვრებელი სახლი აბა თუ იმ ქალაქში მე როცა წარმოვთქვამ საკუთარ თავზე კი არ ვლაპარაკობ უბრალოდ ადამიანები რომლებიც უკრაინის კომაგები არიან ხო ჩვენ წარმოვთქვათ ერთგვარი სინანულით და პირიქით რუსეთს ჩვენს იგივე ტექსტში ხო იგივე სიტყვებში ხო ვადანაშაულებთ რუსეთს რომელიც მართლაც რეალურად დამნაშავეა აი მეორე აქცენტი მაგ ხა მე ნიუსფის მიუყვები ინტერპრეს ნიუსიდან გულახდილად გეტყვით ხარც აი აქ სახელდახელოდაც არ ამომიხი აი ჩავყევი და მეორე ინფორმაცია ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მხარდაჭერის იმედი ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ გააშუქეთ აქცენტ თუ გააშუქეთ მაინც და მაინც ხო აქცენტი უთუოდ იქნებოდა რომ აი რა გაახურა ამ ურსულამაც ვის უჭერს მხარს ახლა პუტინზეა დამოკიდებული და ამტკიცოს რომ ნამდვილად სურს მშვიდობა ეს კი ემანუელ მაკრონია აღარ ჩავყვები ახლა მე ამ სააგენტოს ნიუსებს ხო აი ჩავყვები ერთგვარად სხვა რამისას ვიტყვი უყურეთ ემანუელ მაკრონი ახლა პუტინზეა დამოკიდებული და ამტკიცოს რომ ნამდვილად სურს მშვიდობა ეს ნიუსი ეს ახალი ამბავი მართლა თქვა მაკრონმა უნდა გადააბათ ტრამპის ბოლო განცხადებასთან რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები თითქოს განხიბლულია პუტინით და ამბობს ნახეთ იქ მაკრონმა ხო თქვა რომ ეხლა პუტინზეა დამოკიდებულიო რომ ნამდვილად სურს მშვიდობაო და აი ტრამპი ამბობს შესაძლოა პუტინს არ სურს მშვიდობა და სხვანაირად უნდა მოვექცეთ საბანკო თუ მეორადი სანქციების მეშვეობით. ეხლა მეორად სანქციებზე გავამახვილებ ყურადღებას. არის ესეთი სენატორი ლინსი გრემი. აი იცით რომელია ეს ლინსი გრემი? რამდენიმე ხნის წინ ტრამპთან ერთად გოლფს რო თამაშობდა. ანუ რესპუბლიკელია, ის იყო, ან შეიძლება ასე თქვას, ეხლაც არის ზელენსკის ძალიან აქტიური მხარდამჭერი, მაგრამ მას შემდეგ რაც თეთრსახში ოვალურ კაბინეტში მოხდა ის ინციდენტი, რომელიც მოხდა, ლინსი გრემმაც კი გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი. ის მოკლედ უფრო ტრამპისტია, ცხადია ეს ბუნებრივიც არის, ვიდრე ზელენსკის მომხრე ყოველ შემთხვევაში მაშინ, როცა ამ ორ პერსონაჟს შორის რაღაც გაუგებრობა ან რაღაც დისონანსია. მოკლედ ეს ლინსი გრემი გავლენიანი პოლიტიკოსია, გავლენიანი სენატორია. ერთ-ერთი გავლენიანი სენატორია, მეთქი ასეც შემიძლია ვთქვა. ლინსი გრემი უცებ გაბოდის აი ამ განცხადების, ტრამპის ამ განცხადების შემდეგ და ამბობს, ნახე ძალიან მარტივად გიყვებით, ხო? გიამბობთ. ამბობს ამგვარ რამეს, რომ ჩვენო მეორადი სანქციები უნდა თუ შემოხვდება კიდე ეს აქვს ინტერპრეს ნიუს ვეღარ ვხედავ, აქ არ სხვაგან წავიკითხე. ჩვენო მეორადი სანქციები უნდა დავაწესოთო იმ ქვეყნებზეო, რომლებიცო რუსეთთან ვაჭრობენ, მათ შორის ბუნებრივი აირითო. და სენატშიო აბსოლუტური კონსენსუსია ამ საკითხზეო, თუ არ ვცდები 60 სენატორია ამ გადაწყვეტა 100 სენატორია, ხო იცით რომ სულ 100 სენატორია თუ არ იცით. მოკლედ სენატში აბსოლუტური კონსენსუსიაო და სენატის მიღების შემდეგ სენატი თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას რესპუბლიკური სენატი, ბუნებრივია რომ ეს ტრამპთან შეთანხმებული იქნება. ანუ ეს არ არის ლინსი გრემის, რომელიც გოლფს თამაშობს. ტრამპთან ერთად მისი თვით ინიციატივა. ანუ ეს არის ერთგვარად საერთო მესიჯი, ისევე როგორც ვილსონი თავის კი არ გამოხდება ხოლმე ამ მეგობარი აქტის ავტორი, ხო? და უნდა დავაწესოთ იმ ქვეყნებზეო, რომლებიც ვაჭრობენ რუსეთთან ბუნებრივი აირითო. ეხლა მე მაქვს კითხვა სამთავრობო არხების ჟურნალისტებისათვის. თქვენთვის რო იცოდეთ, მაინც და მაინც ეხლა პროდიუსერები და დამფუძნებლები და ბიზინა ივანიშვილები და შამანები ამას უფლებას რო არ მოგცემენ, გასაგებია, მაგრამ თქვენთვის რო იცოდეთ. ისიც თუ არა თქვენ, აი ელემენტარული დაგუგლაა საჭირო. ამისთვის მე დაგუგლული მქონდა და ახლა მგონი წამეშალა, მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს ეხლავე ოდიშაი ისტორიის რო შევხედო გაზის იმპორტი საქართველოში, კი ბატონო. 2024 წლის მონაცემებს გეუბნებით. გაზის აი ბუნებრივი აირით ვაჭრობა. ბიზნეს, ეს რეკლამა გაივლის და გეტყვით. ანუ წყარო ვინ არის იმას გეტყვით. ბიზნეს პრეს ნიუსი. და იქ სხვებიც არის, მაგრამ 24 წლის ინფორმაცია მაგალითად მას აქვს. მე-11 თვის, ანუ ნოემბრის. საქართველოში რუსული გაზის იმპორტი იზრდება. აზერბაიჯანული კი მცირდება. ვკითხულობ, ანუ არაფერს არ ვიგონი. შესაბამისად იზრდება ქვეყანაში რუსული გაზის წილიც.
კერძოდ თუ 22 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან შესყიდვებში რუსულ გაზზე მხოლოდ 12.2% მოდიოდა წელს, საანგარიშო პერიოდში, ანუ 24-ში, ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა. ეხლა მე ხვდებით, რომ ლინცი გრემის ეს წინადადება რო გავიდეს თქვენს ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას, ანუ ჩვენ საერთო ქვეყანა გვაქვს, საერთოდ საკხურავს მართლა, ხო? შეიძლება მეორადი სანქციები შეეხოს იმიტომ, რომ საქართველო ფულს უხდის რუსეთს ბუნებრივი აირის და ზრდის, რაც მთავარია მოცულობებს ყოველწლიურად. ჩვენ რო ყვიროდით, აი ოპოზიცია, საზღვარი, კრიტიკული მედია, ჩხუბობდით, რომ ნუ 2012 წლის შემდეგ, ნუ ჩამოვეკიდებით ამ რუსულ ბაზარს სხვადასხვა ენერგო და არა მხოლოდ ენერგო პროდუქტებში. იმიტომ კი არა, რომ ის რაღაც იაფად არ ყიდულობს ღვინოს. ყიდულობს ღვინოს, იაფად თუ ბევრს არ ყიდულობს, უკაცრავად ღვინოს. ყიდულობს. არც თუ ზვირად სხვათა შორის, მაგრამ ყიდულობს. ყველაზე მეტი ექსპორტი ჩვენგან რუსეთშია სწორედ ღვინისა და ეხა ღვინოზე არ ვსაუბრობ მარტო და კიდე რაღაცებზე. იმპორტ-ექსპორტზე ვსაუბრობ, ხო? არა მარტო იმპორტზე, იქიდან არამედ ჩვენგან ექსპორტზე. ნუ ჩამოვეკიდებით რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთი მაინც პოლიტიკური ბაზარია და გადაწყვეტილება რომელიმე ონიშენკო გამახსენდა, ვინც შეზღუდა ოდესღაც ქართული ღვინო, ხო? 2000 წლების დასაწყისში. ხო, ის მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენი ჩაჩეხვის თაობაში. ხო, შეიძლება ონიშენკომ რაც გააკეთა, ჩვენ ძალიან წაგვადგა, მაგრამ აი აღარ წაგვადგა ღვინოსთან მიმართებაში კონკრეტულად. ის რომ ჩვენ აი ესე შეგვაქვს და სხვა რამეებზე თითქოს არ ვფიქრობთ, არა. ვფიქრობთ, არ გამომივიდეს ისე რომ არ ვფიქრობთ, მაგრამ ევროკავშირზე რომ ნაკლებად ვფიქრობთ, ეს დინამიკას ეტყობა. ჩინეთზე რო ნაკლებად ვფიქრობ, ეს დინამიკასია და ჩინეთი ძალიან დიდი ბაზარი არის და ევროკავშირის ძალიან დიდი ბაზარია. მე ვიცი რომ ღვინოში ვინც არის ის ადამიანები ბევრ ძალისხმევას მიმართავენ, მაგრამ მაინც რატომღაც აი in general მაინც რუსეთისკენ აქვთ თვალი და გეზი აღებული. ხო და ეხლა ბუნებრივ აირს მიუბრუნდები და ჟურნალისტებად წოდებულებს ან კოლეგებად წოდებულებს მიმართავ, გაანალიზეთ ეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას დაედება მეორადი სანქციები, იმიტომ რომ თქვენს მიერ მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ, რომელიც უხეშად 5,000 თუ 8,000 ლარს გირიცხავთ ყოველთვიურად ბარათზე, რათა თქვენ გაისტუმროთ კრედიტები, ამ ხელისუფლებამ აიღო და მთლიანად შესტენა, ანუ ამ შემთხვევაში 36% იმპორტს ახორციელებს რუსეთიდან ბუნებრივი აირისა, როცა შეეძლო ალტერნატივების მოძიება. როგორი ალტერნატივები ის? შახდენიზის გაგიგიათ, შახდენიზის გაზ სადენი გაგიგიათ. ეს სხვათა შორის შევარდაძემ დაიწყო და სააკაშვილის პერიოდში დამთავრდა და დასრულდა. იმიტომ კი მიშას ვაკეფად შევარდაძის ვაკეფად არ დაივიწყეთ, ეხლა მაგ კუთხით არ ვლაპარაკობ, უბრალოდ მართლა აღვნიშნავ პერიოდზე ვამახვილებ ყურადღებას. იქ ჩვენი წილი არის ამდენი და ამდენი, ნაკლებ ფასაც სხვათა შორის. არსებობს თურქმენეთში ეს დიდი ხნის პროექტია. თურქმენეთში დაუკონტრაქტებელი 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელიც ჩვენ შეგვეძლო ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩასული იყო აზერბაიჯანში ხალხმა 3 წლის წინ და ელაპარაკებოდა ალიევს იმის თაობაზე, რომ თურქმენული გაზი როგორღაც გადმოიქაჩოს აზერბაიჯანში, შეუერთდეს აზერბაიჯანულ გაზს, მერე საქართველოს გავლით გავიდეს, სამხრეთ ევროპა მაინც მოამარაგოს, ერთ-ერთ პროექტს ერქვა თეთრი ნაკადი. მე ბევრი მისაუბრია ადრე ჩემს გადაცემებში ამ თემაზე. ხო და რატომ და საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, არ შეუერთდა ერთ დეკლარაციას, არ შეუერთდა მეორე ინიციატივას, არაფერი ინიციატივას არ განხორციელა. ეს ან ახალ მილსადინში უნდა გაევლო, ან შახდენიზის გაზსადენი უნდა გაძლიერებულიყო მის სიმძლავრეები. და ეხლა აღმოჩნდება, რომ ჩვენ ბუნებრივი აირი მოქალაქე თქვენს მათ შორის გაგიზვირდებათ, იმიტომ რომ დაასანქცირებენ ამ ხელისუფლებას ქვეყანას, თუნდაც ესე ვიტყვი. და ის ფული, რომელსაც აი 5, 7, 10,000 ლარი დავასახელეთ, 8,000 ხო? ნელ-ნელა დევალვირებას განიცდის, თუ დოლარში გაქვთ მაინც და მაინც კრედიტი, ნელ-ნელა თქვენ ახლა რო ყიდულობთ პირობითად ლაპარაკობ $1,000, 2,700 ლარად, $1,000 იყიდით 3,900 ლარად, რაც თული იქნება, რასაც თქვენთვისაც. ის 8,000 ნელ-ნელა შემცირდება, კი არა, გაუფასურდება თუ 10,000 და ამდენიც აქვს, რა ვიცი მე ამერიკა. მოკლედ, ეს მინდა გითხრათ, ჩემო კოლეგებად წოდებულებო, ჟურნალისტებად წოდებულებო, მესმის, რომ ყველაფერი, მაგრამ ნუ ჩაგაქვთ ეს 23 ამბავი, ზელენსკის ამბავი. იქ წყდება ამ თქვენი და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საერთო ქვეყნის ბედი, იქაც წყდება, ხო?
და სხვა თუ არაფერი, კაი, გაანებით ამას. მემუარები მაინც დაწერეთ. რომ ოდესღაც როცა დასრულდება თქვენი კარიერა, ხო? ოდესღაც როცა დასრულდება ეს ტვინაღრძობობა ამ სამთავრობო არხებზე, ხო? მე იქნება გამოვაქვეყნოთ მემუარები და თქვათ რომ აი მე ვწერდი ამას. ეხლავე დაწერეთ ეს მემუარები, იმიტომ რომ მე ვერ დაეწევით მოვლენებს, დაგავიწყდებათ სხვა თუ არაფერი ის რაც თქვენ გადაგხდენიათ, თორე მე რო გადამხდენია და ჩვენ რო გადაგხდენია და ჩვენ რო ამ ორომტრიალსა და ამ თავგადასავალში ვართ, ეს კი ვიცით და კი შევეგუეთ ამას ყველაფერს ჩვენ. მაგრამ იხტიბარსაც არ ვიტეხთ, იცით? და სუბიექტურია ჟურნალისტიკა, რომ იცოდეთ, ნიუსის გარდა, უმრავლეს შემთხვევაში კი არა პრაქტიკულად ყოველთვის სუბიექტური აქცენტები კეთდება ყოველთვის და ეს სუბიექტური აქცენტები არა მხოლოდ დღევანდელ კონიუნქტურას, ან დღევანდელ კონიუნქტურას საერთოდ არ უნდა ექვემდებარებოდეს. ფართოდ აი თვალსაწიერი, აი თვალი უნდა გაახილოთ ფართოდ და უნდა ისტორიული პერსპექტივიდან გადმოხედოთ საკუთარ თავს დღევანდელობაში და უნდა შეაფასოთ აი ამ სხვა გვარის რომ იყოს თქვენი თავი, ხო? ეს ადამიანი, აი მამუკა სიკინჭილაშვილი, როგორ შეხედავდით თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანები? რა თქმა უნდა. ნახვამდის.